მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს, სოლიდარობა მზია მაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს. დღეს ბოლოზარია ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში. ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში მე-12 კლასელებმა საბოლოზარო ღონისძიებები გამართეს. ახალციხის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელის ხათუნა ხმალაძის თქმით, წელს სკოლა 458-მა მოსწავლემ დაამთავრა. ჩვენი გადამღები ჯგუფი ახალციხის ნომერ 1 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. ვნახოთ ვიდეო. Slave. ჩემი ბოლოზარი რო ქვია ძალიან უცხო არის. მთელი 6 წელი, მთელი 12 წელი ის ბოლოზარებზე ვაწერდა. ეხლა მე მაწერე და ეგ უკვე ცოტა სხვანაირი რამე არის, მაგარი არის. და იმედია ყველაფერი გამომივა რა გეგმებშიც მაქვს ჩაწერილი და ნახოთ აბა გაიხარეთ მაგარი. მე ძალიან დიდი გეგმები მაქვს რა. არქიტექტურაზე ვაბარებ. ჩემი ფაკულტეტი მთელი ცხოვრება ერთი რამე მინდა, სხვა არაფერი არ მქონია მიზნად და ვაბარებ თბილისში, საზღვარგარეთსაც მინდოდა, თუმცა ბოლოს ისე თბილისში გადავწყვიტე. ეხლა ვგრძნობ, რავი, აი ყველაფერს. ეს დღე არის ჩემთვის ძალიან განსხვავებული. ყველა აბიტურიენტს, სკოლა დამთავრებულს ვუსურვებ წარმატებას ცხოვრების ახალ ეტაპზე. მაგრამ მე მაინც ისევ სკოლაში ვიდა, აი ეხაც ვერ ვიჯერებ, რომ სკოლა დამთავრებული მაქვს და სამუდამოდ უნდა დავამშვიდობო ბავშვობის მოგონებებს. და რავი, ყველას ვუსურვებ იმ წარმატებას, რაც გულში აქვს და ღმერთმა აუხდინოს ყველას ისოცნება, რაც აქვს გულში. კარგად. ჩემი გეგმებია უნივერსიტეტში ჩავაბარო. ბოლოზარის ღონისძიებაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ლინდა ადამიანს და ჯგუფ 1/4-ს 15,000 ლარა დამღერებს. ამის შესახებ მუნიციპალიტეტმა ჯგუფს გამარტივებული შესყიდვების საშუალებით ხელშეკრულება უკვე გაუფორმა. ამავე დოკუმენტის მიხედვით ღონისძიება 17-23 მაისის პერიოდშია დაგეგმილი, თუმცა კონკრეტულად როდის მითითებული არ არის. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია არ არის ერთადერთი, ვინც გადაწყვიტა ჯგუფი 1/4-ის და ლინდა ადამიანს მოწვევა. ადიგენის მერია საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის დაგეგმილ ღონისძიებაზე სიმღერისთვის ზემოთხსენებულ ჯგუფს 26,000-ზე მეტ ლარს გადაუხდის. ადიგენის მერიის ცნობით 26 მაისს საქართველოს თავისუფლების დღესთან დაკავშირებული ღონისძიება ადიგენის ცენტრში 15 საათზე დაიწყება. დაგეგმილია სახეზე ხატვა და სპორტული ღონისძიებები. ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა. საქართველოს ჰიმნი და ბუშტების საზეიმოდ გაშვება. კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფების მონაწილეობით. კონცერტი მოწვეული მომღერლების ლინდა ადამიანს და ჯგუფი 1/4-ის მონაწილეობით. კონცერტის დასასრულს ფოიერვერკი. საღამოს გააგრძელებს მოწვეული DJ. სარფით საბაჟო გამშვებ პუნქტზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონო გადმოტანის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით ბრალდებულებმა საქართველოს ტერიტორიაზე 1 კილოზე მეტი ოდენობის ოქროს ნაკეთობები შემოიტანეს, რომლის ჯამური ღირებულებაც 200,000 ლარს აჭარბებს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის 2 ფაქტი გამოავლინა, რაზეც დაკავებული იქნა 2 პირი. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მათ მიერ საბაჟო გამშვები პუნქტის სარფის გავლით საბაჟო კონტროლისგან მალულად საქართველოს საბაჟო საზღვარზე
გადმოტანილი იქნა 212.152 ლარის, საბაჟო ღირებულების 1213.4 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით. ეს იყო ჩვენს ხელთარწებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.